ხელოვნება, კულტურა, სპორტი, განათლება, უცნობი და ნაცნობი ისტორიები, საინტერესო ადამიანები ჯვარის ხმაზე. შენი ხმა ისმის აქ, მარიამ შეროზიასთან ერთად. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეს არის ჯვარის ხმა, მე მარიამ შეროზია ვარ. დღევანდელი პოდკასტი ეძღვნება წალენჯიხის რაიონულ გაზეთს ეგრის გამომკავით და გაგაცნობთ მისი შექმნის და განვითარების ისტორიას. ასევე გაგაცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც წლებია მუშაობენ ამ გაზეთში, ქალბატონ ჯული როგავას, რომელიც გახლავთ გაზეთის რედაქტორი და ბატონ ოლეგ სალიას, რომელიც გახლავთ რედაქტორის მოადგილე. გამომყევით. მოგესალმებით, უპირველესად მადლობას ვუხდი ჯვარის ხმას, რომელიც დაინტერესდა წალენჯიხის გაზეთის ისტორიით და მისი ქარტეხილებით, ასე ვიტყვი, შემდეგი მიმდინარეობით, როგორ გამოდიოდა და დღეს რა მდგომარეობა ამ გაზეთს. დაიწყო ახლა? არა, ეს იყოს ქალბატონო ჯული, რომ დავიწყოთ და გამოგზავნოთ ისტორიაში, რომელ წელს გამოიცა პირველი ნომერი და შემდეგ რა, ასე ვთქვათ, ცვლილებები, სახეცვლილება განიცადა გაზეთმა. გაზეთი გამოვიდა 1932 წლის 20 ნოემბერს სახელწოდებით მოხანდეში ხონარი. მისი პირველი რედაქტორი იყო ვინმე კუცია, ესეთი იყო მაშინ, რომ რაიკომის მდივანს ჰქონდა შეთანხმებული რედაქტორობა და როგორც მდივანი იყო წალენჯიხაში, ანუ პირველი მდივანიც რა იყო პარტიის რაიკომის, პირველი მდივანიც იყო ის კუცია და გაზეთის პირველი რედაქტორიც კუცია იყო. შემდეგ გაზეთს შეეცვალა სახელი და მას დაერქვა კომუნიზმის დროშით. კომუნიზმის დროშით პირველი რედაქტორი როგორ იყო ოლივე? ვლადიმერ მიქავა იყო. ვლადიმერ მიქავა მერე შეცვალა კოტე მორგოშია. კოტე მორგოშია შეცვალა შოთა ბიბია. შოთა ბიბია შეცვალა გივი მოლაშხია. არა, კოტე ჩიქობავამ, კოტე ჩიქობავა შეცვალა გივი მოლაშხია და დღეს ვარ მე. რომელი წლიდან ხმზონობს თქვენ? 2002 წლიდან. თქვენ თავიდან ახსენეთ ქალბატონო ჯული, რომ ერქვა მოხანდეში ხონარი. არა მეგრელებისთვისაც რომ იყოს უფრო გასაგები, რომ ანუ შრომლის ხმა, ასე. და ძირითადად რა თემებს ეხებოდა? ძირითადად ეხებოდა აი რაიონში როგორ მიმდინარეობდა, როგორ აღორძინდებოდა სოფლის მეურნეობა, მრეწველობა. რაღაც ორგვერდიანი იყო ეს გაზეთი, ანუ ერთ ფურცელს. რას არც მახსოვს. პირაში ერთხელ გამოდიოდა მაშინაც? ხო, პირაში ერთხელ. და ეს თვითონ რედაქცია სად იყო განთავსებული, სად ხდებოდა გამო? იქ რაიკომში. ბეჭდვაც ხდებოდა მე მგონი ზუგდიდში მაშინ ზუგდიდში ხდებოდა. აქ არ იყო სტამბა, მერე უკვე როცა კომუნიზმის დროშით გახდა, მაშინ დაარსდა სტამბაც. ხო, აი როცა უკვე სახეცვლილება განიცადა და შეიცვალა სახელით, მერე ხომ არ იყო ამ კომუნიზმის დროშით უკვე სახელით. ხო, როცა მთლიანად საქართველოში მოხდა ცვლილებები, ანუ დამოუკიდებელი საქართველო ვიყავით, მაშინ შეიცვალა ყველგან ეს სახელების კომუნიზმის დროშით, კომუნისტი, ყველა გაზეთს შეეცვალა სახელი და პარალელურად ჩვენ შეგვეცვალა სახელი, მაშინ იყო კოტე ჩიქობავა გაზეთის რედაქტორი, გამოაცხადა კონკურსი და შიგნით ჩვენს რედკოლეგიას შორის და დაიმარჯვა სახელმა ეგრისმა და დაგვერქვა ეგრისი. აი ეგრისის სახელს რომელი წლიდან ატარებთ და 89 წლიდან. კი. 1999 წლიდან.
შემდეგ აი როცა კომუნიზმის დროში ერქვა, მაშინ ხომ არ იყო ერთგვარად შეზღუდვა იმ თემებზე, რაზეც შეიძლებოდა რომ გემუშავოთ. ახლა როგორც კომუნისტურ პარტიას ჩვეოდა, რა თქმა უნდა, არსებობდა ცენზურა. მაგრამ აქ ჩვენს რედაქციაში ისეთი ხალხი იყო, თავმოყრილი ისეთი ხალხი, ახალგაზრდები მუშაობდნენ, ისეთი ხალხი მუშაობდა, ცოტა არ ვეპუებოდით ამ ცენზურას და ხშირად ისეთ რაღაცას გავაპარებდით და მე იყო თავპირისპირ ეს როგორ გაგვეპარა და როგორ ჩვენ კი არა იქიდან როგორ გაგვეპარა ეს და როგორ გამოაქვეყნეს ესეთი წერილი და მე გავიხსენებ ერთ მომენტს გახსოვს ოლეგის ჩვენი ზარები რომ მოიპარეს ზარები რომ მოიპარეს მაშინ გავაკეთეთ სხვათა შორის ძალიან კრიტიკული და მკაცრი წერილი ბოქო კვარაცხელია იყო ასეთი პოეტი მან დაწერა ლექსი კიდევაც ამ ზარების მოპარვაზე და ეს გაზეთში გაუშვით და იყო ერთი ვაი უშველებელი დაგვიბარეს ბიუროში საყვედურები რა თქმა უნდა გვაკმარეს მაგრამ მკაცრი საყვედურები და კი გადავრჩით მაგრამ ძალიან მკაცრად დაგვსაჯეს ამ საყვედურებით კიდევ იყო მეორე თემა რა იყო ზარები რომ მოიპარეს აი ისევ იმას დავრუნდებით ზარები ის როგორ იყო ზარებზე კიდევ იყო რაღაცა კიდევ დავწერეთ რაღაცა ზარებზე ჩვენ არ მახსოვს ისევ ზარები იყო მეტი არაფერი ზარებზე იყო მკაცრად რამოდენიმე წერილი გავიდა ამაზე კითხველების წერილი იყო სულ მუდმივად ვიყავით წმეხის ქვეშ რა მაგრამ უძლებდით რა შემდეგ უკვე როცა ეგრისი დაერქვა, შემდეგ ხარ ყოფილა თვითონ გაზეთის შინაარსობრივ ნაწილში რაიმე ცვლილებები. შინა რა თქმა უნდა იყო ცვლილებები, უფრო თავისუფალი გავხდით, უფრო თავისუფალ თემებზე დავიწყეთ წერა, უფრო სხვანაირად სხვა მიმართულება მივეცით გაზეთს ბუნებრივია ეს. სულ რამდენი ადამიანი იყო დასაქმებული? ჯერ თავიდან მოხანდეში. მოხანდე აღარ ვიცით რამდენად მოხანდეში ხონარიში რამდენი იყო და რაც მე მოვედი მე 1975 წელს დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და მაშინ დავიწყე მუშაობა მაშინ უკვე აქ კარგა გვარიანტ 1-20-მდე კაცი მუშაობდა იყო მუშაობდნენ მაშინ არაჩვეულებრივი ჟურნალისტები გივი მოლაშხია გვანჯიმანია ცნობილი ჩვენი ზაურ ფიფია გურამ ბელქანია ჩვენ უფრო ახალგაზრდები ვიყავით არა ოლეგი და ვინოს კვარაცხელია და ერთმანეთს ვავსებდით რა. ვიცით რა მაინტერესებს რომ გაიხსენოთ. აი ვიცით რომ გაზეთი გამოდიოდა კვირაში ერთხელ, ხო? აი თქვენი სამუშაო კვირა როგორი იყო? არა, ესე არ არის. კვირაში ერთხელ გამოდიოდა გაზეთი, აი ის მოხანდეში ხონარი რო იყო. მერე გაზეთი გამოდიოდა კვირაში სამჯერ. ორ ფუცლი, 4 გვერდიანი. ხუთშაბათი, შაბათი. 4 გვერდიანი იყო ეს გაზეთი, ან ორ ფურცელზე. და გამოდიოდა კვირაში სამჯერ. კვირაში სამჯერ ბუნებრივია ახლა ვერესწრებ სტამბა უკვე აქ იყო ჩვენთან ვერესწრებოდა მასალების მომზადება ბეჭდვა და მორიგეობდით ღამე 12 საათამდეც ვიყავით აქ. ეს რომ დაიხსენოთ მაშინ. აი თქვენი მუშაობის პრინციპები მაინტერესებს რომ შევადაროთ მე აი რა ხდება დღეს და რეალობა გვაქვს და მაშინ როგორი სამუშაო პირობები იყო. მაშინ სამუშაო პირობები ძალიან კარგი იყო. სტამბა მუშაობდა სრული დატვირთვით მორიგეობდით, აი ხო გითხარით 12 საათამდე მორიგეობას გვიწევდა ყოველ ნომერზე სხვადასხვა და ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობდა. ის ჩვენთვის მაშინ ჩვეულებრივი რეჟიმი იყო, რომ მაინც და მაინც გაზეთი დილით 2-3 შაბათს, 5 შაბათს, შაბათს დილით გაზეთი გამოსული უნდა ყოფილიყო. გაზეთი გამოსული უნდა უნდა ყოფილიყო, ჩვენ უნდა გვემორიგება, ღამე გვეთენებინა და რაც ვასწრებდით. ანუ ძირითადად ეს იქნებოდა ერთადერთი საინფორმაციო საშუალება, ხო? ერთადერთი არ იყო კიდევ რადიო. ადგილობრივი რადიო გადაცემები იყო და ადგილობრივ რადიო გადაცემებს კიდევ დღეში ყოველ დღე 5 საათზე იქ ფოსტიდან იყო ეს გადაცემა ყოველ დღე 5 საათზე ადგილობრივი 9 საათიანი ინფორმაციები გადიოდა. აი გამაინტერესებს იცით აი რაიონიდან სოფლებში როგორ ხდებოდა ამ გაზეთის გავრცელება? ფოსტას ვაბარებდით და ფოსტა ანაწილებდა მე. გამოწერილი ქონდა 7000 ნომერს უშვებდით, როცა უკვე ბოლოს უკვე როცა ეს
როდის იყო ეს? ბოლო როდის იყო ეს, რომ არ გამოვდიოდით ჩვენ, აი, რომ გადავედით უკვე იმაზე, ცოტა, ანუ ჩვენ ვიყავით დოტაციაზე, ხო? და როცა უკვე ჩვენი სახსრებით ვერ გამოდიოდა ეს გაზეთიც და მეურნეობები და ფაბრიკები ისინი რომ დაიხურა და აღარ იყო, შემოსავალიც აღარ ჰქონდა. და სანამ ეს იყო, მანამდე ისინი ხელმოწერები იყო, ყველა სოფელში მიდიოდა, ყველა სოფელს აინტერესებდა ჩვენი გაზეთი, ხშირად ძალიან საინტერესო თემებზე წერდით, ვაკეთებდით რეპორტაჟებს, ფელეტონებს წერდით ნარკვევებს ადამიანებზე, საწარმოებზე და რა იცი, აბა, საინტერესო იყო. ხო, თქვით რომ მაღალი იყო, ხო, მოსახლეობის საინტერესება. კი, 7000 ნომერი გამოდიოდა. 7000 ნომერი გამოდიოდა სადღაც 90 წლამდე. 90 წლის მერე ცოტა გაგვიჭირდა, მერე სტამბა დაიხურა, თბილისში ვაგზავნით. ეს მიგქონდა ჩვენ ყველა, ეს თბილისში ვაგზავნით, თბილისში იბეჭდებოდა. მერე უფრო გამარტივდა ეს ინტერნეტები შემოვიდა, კომპიუტერები შემოვიდა, უკვე აკრეფილი მას ახლაც დღესაც ვაგზავნით. თბილისში იბეჭდება, ვიზავნიან იქიდან დაბეჭდებს. ეს ჩავარდა დაახლოებით რამდენი წლიანი იყო და რამდენი ხანი არ გამოიცემოდა. არა, გამოცემით ყოველთვის გამოცდოდა, მაგრამ 3 თვეში ერთხელ, 2 თვეში ერთხელ და ასე თორე. გაზეთი როგორც ასეთი არ დახურულა. დღეს ეხლა რა ფორმით არის წარმოდგენილი რომ? დღეს არის 8 გვერდიანი ჩვენი გაზეთი, ცოტა გვიჭირს ფინანსურად და ამდენად თვეში ერთხელ გამოვდივართ. აჰა. რაღაცას ვახარ. ძირითადად ახლა ვიცით რომ არის ტექნოლოგიების ეპოქა და ახალგაზრდები ძირითადად ტელეფონს არიან ხო მიბეჭული და ინფორმაციის წყაროებით საკმაოდ მრავალფეროვანია. დღეს რამდენად არის რაიონში გაინტერესება და ესე ვთქვათ რამდენად ხომაგობენ რომ არსებობდეს და შენარჩუნდეს ეს გაზეთი. ხელისუფლება ყოველთვის ყველა დროის ხელისუფლება ყოველთვის გვიწყობდა ხელს გაზეთი გამოსულიყო და არ დახურულიყო. მაგრამ პრობლემა რა არის? ხელისუფლებას კანონი არ აძლევდა იმდენი თანხა გადმოერიცხა გაზეთისთვის, რამდენიც საჭიროებდა. ჩვენ ჟურნალისტები არ ვყავს უკვე. მარტო ჩვენ ორნი დავრჩით, იმიტომ რომ ახალგაზრდა ჟურნალისტი რომ მოიყვანო, იმ ახალგაზრდა ჟურნალისტს ხელფასი უნდა მისცე. ხელფასის ვერ ვაძლევთ, ამდენად დავრჩით ჩვენ ორნი. ჩვენ ორნი რაღაცას ვაკეთებთ და ჯახი რომ ვცდილობთ რომ არ დაიხუროს გაზეთი თვეში ერთხელ მაინც გამოვიდეს. კანონში რა შედის ახლა დღესაც იგივე კანონი მოქმედებს, რა ხდება? აბა გვაძლევს შეკვეთას, ხელისუფლება იქნება ეს თუ სხვა ორგანიზაცია იქნება, გვაძლევს შეკვეთას, უფასებთ ჩვენ ერთ გვერდს დაუშვათ ერთ საგაზეთო გვერდი 100 ლარი და გვიხდის ამას. თვეში ერთხელ გამოსული გაზეთი იმდენი შეკვეთა რა უნდა მოგცენ ჩვენ რომ ეს გაზეთი შევავსოთ და რაღაცნაირად გაზეთმაც იარსებოს, ჟურნალისტებიც მოვიზიდოს, ამაში არ ყოფნის ეს და ხელმოწერები ძალიან კი ორგანიზაციები ეს აიპები რო არის ძალიან დიდი მადლობელი ვართ სკოლების რესურს ცენტრის ის სკოლები რო არა ჩვენ ალბათ დავიხურებოდით ძალიან გვერდში გვიდგას ქალბატონი ლირა სკოლის ყველა აბსოლუტურად ყველა სიმადლობელი ვარ წალენჯიხაში ყველა სკოლის დირექტორის და ყველა პედაგოგის იმდენად იმად გადაარჩინეს ეს გაზეთი და ასეთი რაღაცას ცალობ. გამწევ ჟურნალისტებს ჩვენი რაიონის თუნდაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს არ ქონიათ სურვილი რომ თუნდაც ენთუზიაზმის დონეზე პარტიის არა ჩვენ არა თუნდაც ენთუზიასტის თუნდაც პრაქტიკა გაევლო ჩვენთან ეგეთი არ ყოფილა და რატომ არ ვიცი აი თქვენი მხრიდან რომ შეთავაზება რამდენჯერ შევთავაზეთ მაგრამ რაღაცნაირად კორექტულად კითხეს უარი ერთი რაღაცა მინდა ხაზი გაუსვა გია ხარჩილავა აცხონოს უფალმა ვარსკვლავი გაუხსნა გაზეთს. წარმოგიდგენიათ 90 წლის თავზე ვარსკვლავი გაზეთი. აი იქ თუ შეამჩნიეთ გაზეთს ეგრეს გაუხსნა ვარსკვლავი. ეს არათუ საბჭოთა ქვეყნებში მე მგონი არსად არ არის ეს პირველი პრეცედენტია მე მგონი მედიას ბეჭდურ მედიას ვარსკვლავი გაუხსნეთ. სამწუხაროდ არც ერთმა მედიამ ეს არ გააშუქა და რატომ არ ვიცი. ბატონო ალეგი თქვენთან გადმოვალ კითხვით გაზეთის მომავალს როგორ ხედავთ? გაზეთის არსებობა აუცილებელია. აუცილებელია. შეხმა განმანათლებელმა იულიუს ფუჩიკმა თქვა ასეთი რაღაცა. ცინავს ქარხნებს, ცინავს ფაბრიკებს, არ ცინავს პრესას. პრესა იყო დასაბამიდან ის დროშა, რომელიც წინ მიუძღოდა ყველა ეპოქას
ყველა ხელისუფლებას, ყველა მოძრაობას, სასიკეთოდ, ეროვნულს და რაც კიდე ის დაარქვით, ეს იყო გაზეთი. უგაზეთოდ პური ჩვენი არსობის ეს სულიერების პური იყო ეს სულიერების გულის მოთხოვნილების, სულის მოთხოვნილების და ამის გარეშე არ ვიცი სიბნელეა, გაუნათლებობა, უცობა. გაზეთი აუცილებელია. ბატონო ალები, თქვენ რომელი წლიდან მუშაობთ გაზეთში? ბატონო? რომელი წლიდან მუშაობთ თქვენ? დასაბამიდან, რაც განახლდა გაზეთი მისმერე. რამდენი წელია დაახლოებით? 1964 წელს განახლდა გაზეთი. 65 წლიდან ვარ მე აქ, 65 წლიდან. თქვენ ახლა რამდენი წლის განდებით ბატონო? 80-ის. აი რომ ვითხრათ, თქვენ სახალხმობაში როგორი, აი როცა თქვენ დაამთავრეთ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ახლა იცით რა არის, ის ეპოქა სულ სხვა არის, ეს ეპოქა სულ სხვა და ამათი შედარება ერთმანეთს შეუძლებელია. ის სხვა ხასიათები იყო, სხვა მიმართულებები იყო, სხვა მცნებები იყო, სხვა აზროვნება იყო და ახლა უკვე სხვანაირი ჩარება შეიცვალა რადიკალურად. მაინც აი რომ დავიკონკრეტოთ, რა იყო თქვენ სახალხმობაში. ნუ ახლა მე რომ მკითხოს ადამიანმა ის ეპოქა ჯობდა. და მე ვიყავი ახალგაზრდა და მიწყებდი ცხოვრებას. არა, მე მაინტერესებს უშუალოდ აი ჟურნალისტიკის კუთხით რომ ვიპასუხოთ, აი მაშინ როგორი იყო ჟურნალისტიკა? ახლა მე ერთ გეტყვით. ახლა თქვენ ამით ხო ხმწანდები დაინტერესებული. აი გაზეთის განახლებაზე და გაზეთის არსებობაზე რადგან არ არის ფიქრის ზრუნვა. ეს კითხოთ ხელისუფლებას. გაზეთი არის არქივი. მთელი ეპოქის, ყველა ეპოქის. მე-19-მე-20 საუკუნეების გაზეთი, უფრო სწორად მე-20 საუკუნის დასაწყისის გაზეთებით შეიქმნა იმ პერიოდის ისტორია. მაგრამ დღეს რატომღაც ეს არქივი არ არის არაინტერესებს. ხო ნათქვამია გაზეთი პეპელასავით ერთი დღე ცოცხლობსო. საუკუნეები ცოცხლობს. აი აქ არის მოქცეული ამ ნომრებში არის მოქცეული მთელი ჩვენი წალენჯიხის ისტორია. თქვენთან დაახლოებით რომ ვიტყვათ რომელი ნომრებია წარმოქმნილი და აქ ახლა ჩვენთან დევს 1947 წლის იანვრის ნომრები. აი ახლა ამ წუთში ეს არის და აი ეს ნახე როგორი გადაყვითლებულია, მაგრამ იმ პერიოდის ცხოვრებას, იმ პერიოდის მაჯისცემას, წალენჯიხისას გადმოსცემს ეს ყველაფერი. და დღეს უფრო სოციალურ ქსელებში უფრო იქ აქტიურობენ, მაგრამ ის სოციალური ქსელი მართლა პეპელასავით ერთი დღე კი არა, ერთი საათი ცოცხლობს და ეს არქივი ჩვენ აქ გვაქვს. თითქმის გაზეთის შექმნის დღიდან, თვათ პირველი ნომრები ვერა, მაგრამ მე აქეთ. აი რომელი ნომერი გაქვს, რომელი ინახება? 44 წლიდან გვაქვს ნომრები, ყველა ნომერი არა, მაგრამ შევინარჩუნეთ და საჯარო ეროვნულ ბიბლიოთეკაში არის. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება ეს 24 წელს. კი, ინახება. პირველი ნომერი არ ვიცი. მოვიძიე პირველი ნომერი და დანარჩენი ყველა ნომერი ინახება ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ეს აუცილებელია, თქვენ და კიმნომა არ გაზეთის არსებობა აუცილებელია. გაზეთი უნდა იყოს. თუმცა ახსენეთ რომ კადრების პრობლემაც არის, ვინაიდან არის ფინანსების პრობლემა და ამაში როგორ ხედავთ გამოსავალს? როგორ ხედავ გამოსავალს და ეს ყველა ხედავს რომ კიდევ მეორე უნდა გამოვიდეს, უნდა განახლდეს გაზეთი. ჩვენ ვერ ვიქნებით ხელისუფლების ხარჯზე. როცა ის ხელისუფლება უკვე მოგთხოვს იმას, რაც მას უნდა, რაც ხელისუფლებას უნდა, დამკვეთს რაც უნდა იმას რომ დაწერეს, მკითხველს არ აინტერესებს. მკითხველი რომ დავაინტერესოთ, ჩვენი ფინანსები უნდა გქონდეს. ჩვენი ფინანსები ჩვენ არ აქვს. ჟურნალი ახალგაზრდა ჟურნალისტები უნდა გქონდეს. ახლა მე და ოლეგი უკვე ასაკში ვარ. ჩვენი ხედვა სულ სხვა არის. ახალგაზრდები, ჩვენ ყავდა აქ ჟურნალისტი, ახალგაზრდა ჟურნალისტი თეონა შანავა. სასწაულად ხედავდა მოვლენებს, სასწაულად კარგად წერდა, მაგრამ ვერ ანაზღაურება ვერ მივეცით და წავიდა. დაამთავრებელი კლასის მოსწავლეებს თუ აქვს საშუალება რომ მათ სტატიები დაიბეჭდოს? კი, აქვს საშუალება, მაგრამ არ მოდიან. ჩვენ მოსწავლეთა სახლს რამდენჯერ დაუკავშირდით, იქნებ ბავშვები რაღაცა და შევკვირდნენ, მაგრამ ეთყობა ეგ ბავშვებს, თვითონ ბავშვებს არ აქვს ეთყობა რაღაცნაირად. აი გაზეთი რაღაცნაირად დღეს უფრო სოციალური ქსელია მოდაში, ასე ვთქვათ. იმედი, ხო მეცით, იმედი ყველაზე ბოლოს ყდება და იმედი გვაქვს და ამიტომაც წვალობთ ჩვენ რომ რაღაცნაირად ეს გაზეთი არ დაიყუროს. უკვე
მალე 95 წლის გახდა. თითქმის საუკუნეს მიღწეულია ეს გაზეთი და ვცდილობთ იქნებ რაღაცა შეიცვალოს. და სანამ ჩვენ ვარ, სანამ მედაოლეგი ვარ ცოცხლები, ეს გაზეთი არ დაიხურება და მე რაღაც იქნებ შეიცვალოს. იმედი მაინც გვაქვს. თვითონ რაიონის მოსახლეობის ჩართულობას როგორ ხედავთ და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ როგორღაც გადავარჩინოთ ეს გაზეთი რა? არ ვიცი, რაიონის ჩართულობა ცოტა სუსტია. არა აქვს მოსახლეობას. ახლა ეს ჩვენს არა დამოკიდებული, სწორედ ამას ბაბადონიშვილია. ეს არის თავრობის გადასაწყვეტი. გადასაწყვეტი არის მხოლოდ და მხოლოდ თავრობის, ხელისშეწყობა, ფინანსები, მოზიდვა მუშაკების, მედაური კაცის მიერ გაზეთი ვერ გაკეთდება. თუ შეძლებს ამას ბაბადონიშვილია. თუ ვინმე შეძლებს. მე რას შეიძლება. ეს ასე ძალიან დიდ საქმეს ემსახურებთ და მართლა აი გულთადი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ვიღაცა უნდა დაინტერესდეს გაზეთით, რომ გაზეთი არსებობდეს, ვიღაცა უნდა დაგვასპონსოროს. ახლა ყველა გაზეთი რაც გამოზით გაზეთი ყველა სპონსორი ყავს. ჩვენ არავინ არ ყავს. ამბობენ ძალიანჯიხაში 35 მილიონერიაო და ჩვენთან არც ერთი არ გაგვჭირდა. დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. ჩვენი ამ რაიონის მაჯისცემის კიდევ ერთხელ სრულისთვის რომ გაცოცხლდეს და რაღაცნაირად იარსებობს და რა გითხრათ აბა კიდევ ერთხელ გავიმეორებ რაც იმედი ცოცხლს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და წალენჯიხის ამ ნაწილში ისტორიის გაცნობისთვის ჩვენს მაყურებლებს კი შევახსენებ რომ ჩვენი სტუმარი გახლდათ გაზეთ ეგრისის რედაქტორი ქალბატონი ჯულიეტა აროგავა და რედაქტორის მოადგილე ბატონი ალექსანდრია მამავა შეხვედრამდე. დიდი მადლობა.